მეტი სიახლე, მეტი სასიამოვნო ურთიერთობა, მეტი ზრუნვა ჯანმრთელობაზე. რადიო იმედის ეთერშია რჩეულების სახალხო შოუ 17. ხალბატონებო და ბატონებო, თქვენ წინაშეა ნინო შარაშელიძისა და ოთარ ტატიშვილის თეთრი ორშაბათი. მოგესალმებით, დღეს ორშაბათია და ჩვენი სამედიცინო გადაცემა თეთრი ორშაბათი კვლავ ეთერშია. მინდა მოგილოცოთ 1 ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დღე, ნინოობაც იყო გუშინ, წმინდა ნინო საქართველოში შემობრძანების დღე იყო და მინდა გითხრათ, რომ ბავშვი ეს ისეთი სენსიტიური თემა და ისეთი მნიშვნელოვანია ოჯახში, რომ ისი დაცვა რა თქმა უნდა მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ არსებობს ესეთი გამორჩეული დღეები, მაგალითად 1 ივნისი, როცა ბავშვთა დაცვის დღეს ვზეიმობთ. როგორც წესი, ჩვენი სტუმრები დღეს არის GM Pharma-ს წარმომადგენლები და როგორც წესი, მათ ყოველთვის უსაინტერესოესი შეთავაზებები აქვთ ხოლმე ჩვენი საზოგადოებისთვის, ქართული საზოგადოებისთვის, ქართული მოსახლეობისთვის და მე მინდა დღეს ბევრი საეთერო დრო არ დავიკავო, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, უამრავი საინტერესო პროდუქტი უნდა გაგვაცნონ. ჩვენი სტუმრებია დღეს ქალბატონი ჟანა მაღლაკელიძე, GM Pharma სააფთიაქო გაყიდვების მენეჯერი, რამდენჯერ თქვი ჟანა ეს და სულ ცდილო მეშინი არა შეცდომა არ დაუშვა და პროდუქციის მენეჯერი ქალბატონი თამარ ნანობაშვილი. მოგესალმებით ქალბატონებო, დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის, დიდი მადლობა რომ ჩვენ ამოგვარჩიეთ და გადაწყვეტეთ რომ თქვენი სიახლე ჩვენ მსმენელს სწორედ ჩვენი ეთერით გააცნოთ და ჟანა, პირველი კითხვა თქვენთან მექნება, ამჯერად რა საინტერესო შეთავაზება გაქვთ ჩვენი პატარებისთვის და მათი მშობლებისთვის. მოგესალმებით ნინო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, ვისარგებლებ ამ ეთერით და ჩვენს პატარებს ვილოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. უსურვებს სტაბილურ, ჯანსაღ და ბედნიერ გარემოში ცხოვრებას. ვიდრე შეთავაზებებზე ვისაუბრებ, მოკლედ დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ კომპანიის შესახებ მინდა ვუთხრა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მსმენელს, GM Pharma ეს გახლავთ 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია, ჩვენი მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნების და საქართველოს GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში. საკმაოდ ვრცელია ჩვენი პორტფელი, თითქმის ყველა ასაკობრივ კატეგორიისთვის ვაწარმოებს ფარმაცევტულ პროდუქტს და მათ შორის ძალიან ვრცელია. დიახ, მათ შორის მადლობა ნდობისთვის. მათ შორის საკმაოდ ვრცელია პედიატრიული მიმართულებაც და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1 ივნისის ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით მოგვემზადებინა ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის შეთავაზებები და ფასდაკლებები, რომელიც PSP სააფთიაქო ქსელში მიმდინარეობს, 1 ივნისს დაიწყო და 5 ივნისს დასრულდება. მე მოკლედ შევეცდები გავაცნოთ რა პროდუქტებია აქციაში მონაწილე. პირველი აუცილებლად უნდა დავიწყო დეტრივიტის ხაზით. დეტრივიტი ეს არის D ვიტამინი, ჩვენ მზის ვიტამინსაც უწოდებს, ძალიან ხშირად გვისაუბრია ამ სტუდიაშიც ამ პროდუქტების შესახებ. ამჯერად შეთავაზებები ეხება დეტრივიტ დროპს, რომელიც ჩვილობის ასაკიდან გამოიყენება. 0 თვიდან მას აქვს ატმისასიამოვნო არომატი, პიპეტი მოყვება, მზომი პიპეტი და ძალიან მარტივია დოზირების განსაზღვრა. და სასიამოვნო გემოც აქვს. ჩვილბავშვთა ასაკში ჩვენ ვიცით, ხო, ცოტა პრობლემურია მიღება წამლის, დიახ. ამიტომ არ გაუჭირდება. წამალთან არასოცირდება. ბანანის სასიამოვნო არომატი აქვს. რაც შეეხება შემდეგი არის დეტრივიტის ჟელი, ეს არის ჟელი ბონები. ესეც ვიცით, რომ სასიამოვნო გემოს და არომატის მქონე, სხვადასხვა ხილის არომატის მქონე ჟელი ბონებია, რომელიც 4 საერთაშორისო D ვიტამინს შეიცავს, ამიტომ ეს უკვე 3 წლიდან, როდესაც ღეჭვას სწავლობს ჩვენი პატარები. შემდეგი არის დეტრივიტი 1000 და 2000 საერთაშორისო ერთეული, ეს უკვე სკოლის ასაკის პატარებისთვის შეგვიძლია შევთავაზოთ. რაც შეეხება შემდეგ ბრენდს, ეს არის ომესამის ბრენდი. პოპულარულ ენაზე თევზის კონსაც ვეძახით, ასეც იცნობს მოსახლეობა ამ ბრენდს. ომესამი ეს არის ომეგა-3, რომელიც ასევე წარმოდგენილი გვაქვს ომესამი ჟელის სახით, ჩვეულებრივი ომესამი ჯუნიორი. ომესამი ჟელი რა არის? ეს არის ასევე ჟელი ბონები, 3 წლის ასაკიდან ესეც ღეჭვას როცა სწავლობს და გემრიელი ხილის გემრიელი არომატით. ომესამი ჯუნიორი და ომესამი 1000 საერთაშორისო ერთეული, ეს უკვე სკოლის ასაკის ბავშვებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ. ჩვენ ვიცით ომეგა-3-ის დანიშნულება, კოგნიტური უნარების გაუმჯობესება, მეხსიერება, დასწავლა, კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესება და ასე შემდეგ. ასევე შეთავაზებაში გვაქვს მულტივიტამინების პროდუქტიც, ეს არის ვიტამინის და მინერალის კომბინაცია, ჟელი ვიტი.
აი ეს გახლავთ, რომელიც გემრიელი ჟელიბონებია და ჩვენთვის საყვარელი, ჩვენი მოსახლეობისთვისაც, დიახ, და ჩვენი პატარები, რომელიც კარგად იცნობენ უკვე ამ პროდუქტს, ეს არის ლოლიპოპები. ორი სახით გვაქვს ლოლიპოპი მულტივიტამინი და ლოლიპოპი იმუნიტი ბუსტი. ეს ისეთი განსაკუთრებული შემთხვევებია, ხო, ნინო, როდესაც არც ჟელიბონი მოსწონთ. თან როგორი დათუნიებია? ფორმაც ისეთი აქვს, დიახ, ფორმაც ისეთი ბავშვისთვის სასიამოვნო. გავს წამოს. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ყველაზე პრეტენზიული ბავშვებისთვის გვაქვს ეს გამოსავალი, ლოლიპოპი, არც ჟელი უნდათ, არც სიროფი უნდათ, არც პასტილა უნდათ, არც ხილს მიირთმევენ, დედას მარტივად შეუძლია, ორი სახის ხან მულტივიტამინი მისცეს, ხან იმუნიტი ბუსტი და ამით შეუსოს ვიტამინის და მინერალის ბალანსი. რაც შეეხება გასტროენტეროლოგიურ მიმართულებას, საფხული მოდის და ვიცით რომ იმატებს ეს პრობლემები, ამიტომ ჩვენ რამდენიმე პროდუქტი, ყველაზე საჭირო პროდუქტი შევარჩიეთ ამ მიმართულებით. ეს არის ლაქტოჯიქიცით დავიწყებ. ლაქტოჯიქიცი არის სასარგებლო ბაქტერიები, რომელიც ჩვენი პატარებისთვის სასარგებლო ბაქტერიებია მათი კუჭნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ სიმბიოტიკის გარდა თავსახურში მოთავსებული არის ასევე რომელიც უშუალოდ უნდა ჩაყარო მომდალევის წინ. დიახ, აუცილებლად უნდა ჩაყარო. მქონდა მისი წარე გამოცდილება ჩემმა ერთმა პაციენტმა მხოლოდ სიროფი დალია. ამიტომ ხსნით დეტალურად, რომ აუცილებელია რომ კაფსულა გაიხსნას და მოვათავსოთ ხსნარში, შემდეგ შეინჭრეს და ასე მივაღებინოთ ჩვენს პატარას. ანუ მარტივად უნდა დააწვეს ჩაიფრქვევა შიგნი. დიახ. შეარყევს და მერე დალევს, შეანჯღრევს. რასაკვირველია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ლაქტოჯიქიცის ერთი კოლოფი შეძენის შემთხვევაში მეორე კოლოფი არის საჩუქარი, მაგრამ ფლაკონის შეძენის შემთხვევაში მეორე ფლაკონით შეუძლია მომხმარებელს როგორ ისმება ეს რა ხანგრძლივობით? ლაქტოჯიქიცზე თან უნდა ისაუბრებს უფრო დეტალურად. ამიტომ მე მოკლედ ჩამოვყვები სრულ ჩამონათვალს. რაც შეეხება შემდეგ პროდუქტს, ეს არის კოლერინი და კოლერინი ჰიდრო. აი კოლერინზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან სწრაფად ახდენს კუპირებას დიარეის და 0-თვის ასაკიდან გამოიყენება. კოლერინი ჰიდროზე მინდა ასევე ყურადღება გავამახვილო და რატომ? კოლერინი ჰიდრო ეს არის სიმბიოტიკს დამატებული ელექტროლიტი. ეს იხსნება ერთ წყალში და 4 წლის ასაკიდან ჟოლოსასიამოვნო არომატი აქვს. 200 მლ წყალში. უფრო კარგია და არა 2 ლიტრში. არა, 200 მლ-ში ნინო და აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ როდესაც არის დიარეა და გამოფიტულია ხო ჩვენი ორგანიზმი, პატარების ორგანიზმიც, ასევე ეს მოზრდილებში შეიძლება დაინიშნოს, განსაკუთრებით გაუწყლოების საშიშროებაა ჩვენს პატარებში და ვიცით რომ ეს საშიშია. ამიტომ ერთ პაკეტში მოთავსებული ეს ორი უნიკალური ნივთიერება სწრაფად ახდენს როგორც დიარეის კუპირებას, ასევე ელექტროლიტური ბალანსიდაც ავსებს ჩვენი პატარას ორგანიზმს. კოლერინ ჰიდროზე მიმდინარეობს ასეთი ტიპის შეთავაზება. ორი პაკეტი შეძენის შემთხვევაში, ორი პაკეტი მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა. ვარგებთ პრაქტიკულად ჩვენი მომხმარებლისთვის სასარგებლო აქციის ტიპსაც. დიალაკის წვეთზე მინდა ვთქვა, გამოვყავით დიალაკის წვეთი ასევე ცალკე, ვინაიდან ეს არის სიმეტიკონის შემცველი პროდუქტი. აი ჩვენს პატარებში განსაკუთრებით შვილობის ასაკიდან ძალიან შემაწუხებელია ეს ნაწლავთა კოლიკა, ხო, შვილბავშვთა მეტეორიზმი. ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია პირველ 3 თვემდე ასაკის ბავშვების გაზრდაში, როდესაც ყალიბდება. გეთანხმებით, კი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა სწრაფად იყოს კუპირებული. პიპეტით მისაცემია? დიახ, მოყვება, მას აქვს პიპეტი და პირდაპირ შეგვიძლია რომ დავაწვეთოთ. კი, რაც თავარია, აქაც გემო აქვს სასიამოვნო, ბანანის არომატი აქვს აქაც და რა თქმა უნდა, არ გაგვიპროტესტებს ჩვენი პატარა ამ ფორმით. და რა დაგვრჩა? ბოლოს დაგვრჩა სიახლე, ეს არის Healthy Baby Kits-ი და მინდა ამაზეც ვთქვა, Healthy Baby Kits-ი ეს არის ახალი ინოვაციური პროდუქტია, რომელიც დამზადებულია შვეიცარიაში. ეს არის ლალემანთ ფარმას მიერ. Healthy Baby Kits-ის შემადგენლობაში შედის სიმბიოფილმი და ზღვის იზოტონური წყალი და ავხსნი რა არის ეს? ეს არის ცხვირის ღრუს გამოსარეცხი საშუალება. საქართველოში ჯერჯერობით მას ანალოგი არ ყავს, შესაბამისად ითვლება, რომ ის არის ინოვაციური პროდუქტი. ეს სიმბიოფილმი რას აკეთებს? ქმნის 7 საათიან გარს ცხვირის ღრუს ლორწოვანზე, დიახ, და საშუალებას არაძლევს ვირუსსა და ბაქტერიას, რომ გამრავლდეს, კოლონიზდეს და ნუ შემდგომ გამოიწვიოს ის გართულებები, რაც ვიცით. ანუ შემოფარგლავს პროცესს.
დიახ და ვირუსსა და ბაქტერიას საშუალებას არ აძლევს იქ გამრავლების, შეწებების, და შემდგომ განვითარების, რასაც თან ახლავს შემდეგ ტემპერატურული რეაქციები, გაციება, რესპირატორული გართულებები და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ვურჩევთ ჩვენს მოსახლეობას, პაციენტებსაც, რომ ძალიან ეფექტურია ისეთ შემთხვევაში, როდესაც აი გამძვირვარებული ვირუსული პერიოდი გვაქვს, ხო? აი, როცა ვიცით, რომ 40 ბავშვიდან 30 სკოლაში არ დადის ან ბაღში არ დადის და ასე შემდეგ, არის ესეთი ეფექტური საშუალება Healthy Baby Kits-ი, რომელთაც შეუძლიათ დილით და საღამოთი დაუმუშაონ ცხვირისღლო ჩვენს პატარებს. მომამზადოთ, რომ არ მოხდეს არ მოხდეს მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი პატარა შემდგომი გართულებისაგან. ყველა ამ პროდუქტებზე რაც ჩამოვთვალეთ, მიმდინარეობს 1+1 ფასდაკლების აქცია, PSP-ს აფთიაქო ქსელში 5 ივნისის ჩათვლით. ძალიან კარგი ჟანა, როგორც ყოველთვის ძალიან ინფორმატიული იყო თქვენი თან საუბარი, მოგვაწოდეთ სრული ინფორმაცია და ეხლა თუ შეიძლება მე ქალბატონ თამართან მაქვს რამოდენიმე კითხვა. როდესაც ჟანა საუბრობდა, ყველაზე დიდი ყურადღება მაინც D ვიტამინზე გაამახვილა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფორმით ჟელიბონი, წვეთები, ტაბლეტები და ასე შემდეგ. ყველა ასაკის ბავშვისთვის საფხულში მაშინ, როდესაც მზის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცით, რამდენად არის აუცილებელი D ვიტამინი. ეხლა მე ამ კითხვას გისვამთ როგორც ჩვეულებრივი მსმენელი და არა როგორც ექიმი, იმიტომ რომ ცოტა ისე რა თქმა უნდა, ჩვენ მსმენელისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვისაუბროთ და მას აუხსნათ პირველ რიგში რაშია, რისთვის არის საჭირო D ვიტამინი, ხო? ვიდრე ამაზე საუბარს დავიწყებდა, მეც ვისარგებლებ თქვენი ეთერით და გუშინდელ დღეს მივულოცავ ყველა ბავშვს, ყველა პატარას და ვუსურვებ უზრუნველ ჯანსაღ და ესეთ მშვიდ გარემოში ცხოვრებას და განვითარებას. ეხლა რაც შეეხება თქვენს დასმულ კითხვას D ვიტამინთან და მზესთან დაკავშირებით. სხვათა შორის ეს არის საკმაოდ გავრცელებული მითი, რომ ზაფხულში D ვიტამინი არ არის საჭირო. სინამდვილეში ასე საერთოდ არ არის. ამის დასადასტურებლად საკმარისია გავიხსენოთ 2 წლამდე ასაკი და უბრალოდ 4 წლამდე ასაკი, როცა ჩვენ რაქიტის პრევენცია უნდა მოვახდინოთ და აქ სეზონის და მიუხედავად არა აქვს მნიშვნელობა ზაფხულია, ზამთარია, სკრინინგულად, ფაქტიურად ყველა ბავშვს რუტინულად უნდა მიეცეს აუცილებლად D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზა, ხო და ეს არის დაახლოებით 400-დან 1000 საერთაშორისო ერთეულამდე დღის განმავლობაში. ადრე თუ 2 წლამდე იყო ესეთი მკაცრი რეკომენდაცია, დღეს ეს რეკომენდაცია შეცვლილია და 4 წლამდე ასაკის ბავშვებში ყველას ეუბნებიან, რომ 365 დღის განმავლობაში წელიწადში უნდა მივიღოთ საპროფილაქტიკო დოზა D ვიტამინისა. გარდა ამისა, ზაფხული და მზე გარეთ არ არის იმის გარანტია, რომ ყველა ბავშვი თანაბრად იმყოფება მზის გულზე და მათი კანი თანაბრად გამოიმუშავებს D ვიტამინს, ხო? ბავშვები, რომლებიც დადიან სკოლებში, ბაღებში, ანუ დღის იმ ნაწილს, როცა მზე ყველაზე ინტენსიურად ანათებს, ატარებენ დახურულ შენობებში. ასევე ბავშვები, რომლებსაც აქვთ შედარებით უფრო მუქი შეფერილობის კანი, აღმოჩნდა რომ მუქი შეფერილობის კანი ნაკლები რაოდენობით D ვიტამინს კი ნამდვილად ესეა. გარდა ამისა, ის ბავშვები, ვინც დღის აქტიურ პერიოდს მზეზე ატარებენ, ჩვენ მშობლები ვცდილობთ, რომ მზისგან დამცავი სხვადასხვა SPF-ის შემცველობის გარეგანი საშუალებებით დავიცვათ მათი კანი მზის რადიაციული მოქმედებისგან, ხო? ესეც ხელს უშლის შემდეგ უკვე კანის მიერ D ვიტამინის გამომუშავებას. ჭარბწონიანი ბავშვები, ცოტა უფრო ბუთქუჩები, აი ისინიც მაღალი რისკის ჯგუფში არიან D ვიტამინის დეფიციტის განვითარებისა და მათთანაც მიუხედავად მზიანი ამინდებისა სასურველია, რომ საპროფილაქტიკო დოზებით ზაფხულშიც მივცეთ D ვიტამინი, ხო? ანუ არსებობს მთელი რიგი თავისებურებები, რის გამოც ზაფხული და გარეთ მზე ჩვენს ქვეყანაშიც კი არ არის იმის გარანტია, რომ ჩვენ არ გვჭირდება და მით უმეტეს ჩვენს პატარებს არ ჭირდებათ D ვიტამინი. კი ბატონო, ნამდვილად ესეა, ესეც გასათვალისწინებელია, რომ ზაფხული ჩვენთან ძალიან დიდი ხანი არ იქვეყნების, სადაც ნახევარი წელი ზაფხული აქვს, ჩვენს ქვეყანაში ესეთი კლიმატი არ გვაქვს ნამდვილად. კი ბატონო, გვიმცირდება ეს. კი ბატონო, აქედან გამომდინარე D3 ვიტამინი ყველა ასაკის ბავშვისთვის წლის ყველა სეზონზე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომაც თავაზობს GM Pharma პრაქტიკულად ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის, როგორც ამ ჩამოთვალა სხვადასხვა გამოშვების ფორმებით აი ამ D ვიტამინებს ბავშვებისთვის. აი ძალიან ხშირად გვისვამენ ხოლმე კითხვებს ზოგადად ექიმებს ომეგა-3-თან დაკავშირებით. ნუ როგორც ბავშვებში, ასე მოზრდილებში. რას აკეთებს სინამდვილეში ეს ვიტამინი, საერთოდ უბრალოდ ვიტამინი კი ეს ცხიმოვანი მჟავა, განსაკუთრებით ბავშვის ორგანიზმში და რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი მათთვის?
როგორ უნდა შეარჩიოს მშობელმა კონკრეტულად როგორი სახით მიაწოდოს ომეგა-3 ბავშვს. კი ბატონო, მადლობა. კი, ომეგა-3-ზე ძალიან ხშირად ისმის ხოლმე კითხვები. ომეგა-3 უნდა განმარტოთ. ყველა მეუბნება, რომ აი მე ომეგა-3-ს ვიღებ რამდენი ხანია, რატომ იღებს, რატომ კი, იღებს. ეს არის ის. კი, პირველ რიგში უნდა განმარტოთ აუცილებლად, რომ ომეგა-3 ეს არის შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავა, რომელიც აუცილებლად ჭირდება ყველა ორგანიზმს, ეს იქნება ბავშვი თუ მოზრდილი. უბრალოდ ბავშვის ორგანიზმი მზარდი ორგანიზმია და რაც უფრო მცირეა ბავშვის ასაკი, მით უფრო დიდია მოთხოვნილება ორგანიზმისა აი ამ შეუცვლელ ცხიმოვან მჟავაზე ომეგა-3-ზე. ოღონდ აქ ყველაზე ესე ვთქვათ ცუდი ის არის, რომ ამ ცხიმოვან მჟავას მიუხედავად იმისა, რომ ის შეუცვლელია და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ორგანიზმი თავისთავად პრაქტიკულად ვერ გამოიმუშავებს. ამიტომ აუცილებელია, რომ ის გარედან მივიღოთ საკვები დანამატის მედიკამენტის სახით. საკვებში ყველაზე ისეთი უხვი წყარო, ესე ვთქვათ, ომეგა-3-ისა ვიცით, რომ ეს არის თევზი, თუმცა აქ უნდა მოხდეს თევზის პროდუქტების და ზღვის პროდუქტების სწორად შერჩევა, ეს უნდა იყოს ცხიმიანი თევზი, უნდა იყოს ოკეანის მაფენებიდან, კი ბატონო, ცივი წყლის თევზი უფრო გამოირჩევა, ესე ვთქვათ, ომეგა-3-ის მაღალი შემცველობით და ასე შემდეგ. რაც ასეთი ტიპის პროდუქტები რამდენად ხელმისაწვდომია ბაზარზე ყველასთვის, ეს კიდევ სადაო საკითხია, ხო? კი ბატონო. გარდა ამისა, რაც არ უნდა მშობელმა შეძლოს, შეიძინოს, მოიპოვოს ეს ცივი წყლის თევზი, ესე ვთქვათ, ბავშვი პროტესტებს, ყველა ბავშვი სიამოვნებით თევზს არ მიირთმევს, მაინც სპეციფიური გემო აქვს და ბავშვებს არ უყვართ ხოლმე როგორც წესი მცირე ასაკის ბავშვებს თევზის პროდუქტები. აქედან გამომდინარე, ომეგა-3-ის საკვები დანამატის სახით მიიღება პრაქტიკულად ყველა ბავშვთან დგება ხოლმე დღის წესრიგში ეს საკითხი. და რა როგორ შევარჩიოთ ომეგა-3-ის სწორი პროდუქტი, ხო? ეს დამოკიდებულია პირველ რიგში გამოშვების ფორმა უნდა იყოს, ბავშვის ასაკობრივად, ესე ვთქვათ, ბავშვზე მორგებული გამოშვების ფორმა და ჟანამ ჩამოთვალო, რომ ჩვენი ომეგა-3-ები პრაქტიკულად ფარავს ყველა ასაკობრივ ჯგუფს, ბაღის, სკოლამდელი, სკოლის ასაკის ბავშვებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აქ იყოს კონკრეტულად ომეგა-3-ის შემცველობით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ომეგა-6-ის, ომეგა-9-ის შემცველობითაც, მაგრამ ომეგა-3-ია სწორედ ის შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. კერძოდ, პირველ რიგში ეს არის თავის ტვინის და ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარება, მხედველობის აპარატის განვითარება, მხედველობის სიმახვილე, ასევე მშრალი თვალის სინდრომს იწვევს ხოლმე ომეგა-3-ის დეფიციტი, იმუნური სისტემა და ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული ისეთი კოგნიტური უნარჩვევები, როგორიც არის მეხსიერება, დასწავლა, ყურადღების კონცენტრაცია და ასე შემდეგ. ასევე ქცევითი დარღვევებიც, აი სხვადასხვა ტიპის ქცევით დარღვევებში აღმოჩნდა, რომ ომეგა-3-ის მიღებით ჩვენ ამ ბავშვებში იგივე თქვათ ჰიპერაქტიულობის სინდრომის დროს ბავშვები, ვინც ომეგა-3-ს იღებენ, აქ ეს დარღვევა ნაკლებად არის გამოხატული შფოთვითი აშლილობები და ასე შემდეგ. ასე რომ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ომეგა-3 ბავშვებისთვის და თუ ვიცით, რომ ჩვენი შვილი კვირაში მინიმუმ 3-ჯერ თევზით და თან კარგი თევზით არ იკვებება, ჩვენ აუცილებლად უნდა მივაშველოთ მას პერიოდულად წლის სეზონზე, სხვადასხვა სეზონზე ომეგა-3-ის შემცველი საკვები დანამატები. ბავშვისთვის მოსახერხებელი ფორმით ეს იქნება ჟელიბონები, საღეჭი კაფსულები, სიროფები თუ ასე შემდეგ. მე მგონი სანამ ჩვენ სარეკლამო რაზე გავალთ, მანამდე ერთ კითხვას კიდე მოვასწრებ. აი, ორი უგემრიელესი ლოლიპოპი აქვს, ყველა მაგ გასინჯული. რა განსხვავება ამ ლოლიპოპებს არის? ხო, ლოლიპოპები ეს არის ორი ლოლიპოპი გვაქვს ჩვენ, ეს არის იმუნიტი ბუსტი და მულტივიტამინი. მულტივიტამინი ეს არის მინერალების და ვიტამინების კომპლექსი, ხოლო რაც შეეხება იმუნიტი ბუსტს, აქ დამატებულია კონკრეტულად უფრო მაღალი შემცველობით არის C ვიტამინი, თუთი, ანუ ის ნუტრიენტები და ის მიკროელემენტ ექინაცეა, რომელიც განსაკუთრებულად კონკრეტულად იმუნურ სისტემაზე მოქმედებს და ვთქვათ ჩვენს პატარებს დაიცავს ხშირი ავადობისგან, სხვადასხვა ვირუსული ინფექციების შემთხვევაში ბაქტერიული გართულებებისგან და ასე შემდეგ. ხოლო მულტივიტამინი, როგორც ვთქვით, ეს არის ვიტამინების და მინერალების კომპლექსი, იმისთვის რომ ბავშვმა დღიური მოთხოვნილება შეივსოს ამ ვიტამინებზე და მინერალებზე, თან თამაშით გემრიელი ლოლიპოპების სახით, სხვადასხვა ხილის არომატით.
და იცით რა მინდა კითხოთ, აი ჟანა მახსენა Hills Baby Kids, რომელიც სხვა დროს არ მოგვისმენია. აი მის შესახებაც გითხარით. ეს ბოლო რამოდენიმე თვის პროდუქტია, ესე ვთქვათ, სიახლეა ქართულ ბაზარზე და დავეთანხმები ჟანას, რომ ეს არის ინოვაციური პროდუქტი, იმიტომ რომ ამ კომბინაციით გვაქვს ჩვენ იზოტონური ხსნარები, ხვირის გამოსარეცხად, ფიზიოლოგიური ხსნარები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის იზოტონური ხსნარის და სიმბიოფილმის კომბინაცია. სიმბიოფილმი ეს არის ზღვის ბაქტერიისგან მიღებული პოსტბიოტიკი, რომელიც აი ჟანამ კარგად ახსნა, დამცავ ბარიერულ ფენას ქმნის სხვადასხვა პათოგენსა და ცხვირის ლორწოვანს შორის. ანუ ის ესე ვთქვათ ბარიერული ფენა, რომელიც ლორწოვანზე წარმოიქმნება ამ სიმბიოფილმის პოსტბიოტიკის სახით, იცავს ლორწოვანს ვირუსის შეჭრისგან, ბაქტერიის შეჭრისგან და მათი გამრავლებისგან და კოლონიზაციისგან. ფეხს ვერ მოიკიდებს, იქ კოლონიზაციას ვერ მოახდენს და შესაბამისად მერე აღარ განვითარდება ბაქტერიული თუ ვირუსული ინფექცია. 7 საათიანი დამცავი ბარიერული ფენის წარმოქმნა შეუძლია, ნამდვილად და დილით შეასხურებ, მით უმეტეს თუ იმ პერიოდში თქვათ მძვინვარებს ვირუსული ინფექციები და ერთის მხრივ გამორეცხავს და ატენიანებს ლორწოვანს კარგად და მეორეს მხრივ აი ამ დამცავ ბარიერულ ფენას შექმნის ცხვირის ლორწოვანზე. მშვენიერი და სორიოდე სიტყვა თქვენ გასტროენტეროლოგიურ მიმართულებაზედაც გითხარით. საკმაოდ ზაფხული მოდის ახლა და GM Pharma ყოველთვის სეზონურად ცდილობს ხოლმე რომ ესეთი აქტუალურ პრობლემებსაც გამოეხმაუროს ხოლმე და ზაფხული ვინაიდან არის კუჭნაწლავის სიმპტომებისთვის ცოტა ისეთი რთული პერიოდი, იმიტომ რომ კი ბატონო ამ დროს ჩვენ ძალიან ბევრი ჩვენგანი ქალაქარეთ გადის, საკვებს, წყალს, ჰაერს იცვლის და ესეც ერთგვარად გავლენას ახდენს ხოლმე ჩვენს კუჭნაწლავზე, ასევე ვირუსული ინფექციებიც, რომელიცაც უფრო ზაფხული, ნაწლავური ვირუსული ინფექციები უფრო ზაფხულისთვის არის ხოლმე დამახასიათებელი. ამიტომ 1 ივნისთან დაკავშირებით სააქციო პროდუქტებში შეირჩა პედიატრიულ ასაკში კარგად გამოსაყენებელი გასტროენტეროლოგიური პროდუქტები. ერთი როგორც ჟანა მახსენა, ეს არის ჩვენი სიმბიოტიკის სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი ლაქტოჯი კიცი, რომელიც ფლაკონების სახით არის, უბრალოდ ხელის დაჭერა უნდა თავსახურზე და მერე შენჭრევა და მზად არის კი ბატონო მისაღება და ყველანაირი განზავების გარეშე ძალიან სასიამოვნო ვაშლის წვენის გემო აქვს და შეუძლია ბავშვს რომ მიიღოს. ჩვენი მეგობარი ბაქტერიებით გაიმდიდროს, ესე ვთქვათ, ნაწლავური მიკრობიოტა. დიარეის განვითარების შემთხვევაში კოლერინი და კოლერინის ჰიდრო ვახსენეთ, ეს არის კონკრეტულად დიარეის საწინააღმდეგო მოქმედების პრობიოტიკი და კოლერინ ჰიდროში ამ პრობიოტიკს დამატებული აქვს ელექტროლიტებიც და ასევე დიალაკის წვეთი, რომელიც ვახსენეთ, ეს არის სიმეტიკონის შემცველი წვეთები, რომელიც ყველა ასაკში, სადაც კი ჩვენ შებერილობა შეიძლება რომ შეგვხვდეს აქტუალურია, მაგრამ ვინაიდან მეტეორიზმი და ჩულთა კოლიკა მაინც უფრო 60 თვემდე ასაკის მშობლების დიდი თავის ტკივილია, ამიტომ ალბათ უფრო მათ დააინტერესებთ. ახალშობილები, ვისაც აწუხებს მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი, აი სიმეტიკონის აბსოლუტურად უსაფრთხო წვეთები, რომელიც არც კი შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტში და უბრალოდ ადგილობრივად მოქმედებს. ბანანის ძალიან სასიამოვნო გემოთი. იცით როგორ არის? ყველა კვების დროს არის შესაძლებელი 6-ჯერ 7-ჯერ მაინც იკვებება მინიმუმ ახალშობილი და ყველა კვების დროს შესაძლებელია 25 წვეთი რომ მიეცეს თავისი საწვეთური მოყვება, როგორც ჟანამ თქვა, მარტივად ჩამოითვლის წვეთებს. კი ბატონო და ძალიან მარტივია მოსახმარად. აი ამ ყველა პროდუქტზე, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გუშინ დაიწყო 1 ივნის და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება PSP საფთიაქო ქსელში აქცია. ეს არის როგორც წესი 1+1 აქცია, თუმცა არის გამონაკლისები, მაგალითად კოლერინის ჰიდრო, სადაც 2 პაკეტის შემთხვევაში მეორე 2 პაკეტი საჩუქრად არის და ლაქტოჯი კიცის შემთხვევაშიც 1 ფლაკონიც კი საკმარისია იმისთვის, რომ აქცია გავრცელდეს და მეორე ფლაკონი მშობელმა მიიღოს. ახლა ჩვენ სულ რამოდენიმე წუთით სარეკლამო ჭრაზე გავალთ და ისევ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, დღეს ორშაბათია და ჩვენი სამედიცინო გადაცემა თეთრი ორშაბათი ეთერშია. ვინც ახლა შემოგვიერთ და მინდა მიულოცო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და წარგვდგინო ჩვენი სტუმრები. ეს არის GM Pharma სააფთიაქო გაყიდვების მენეჯერი ქალბატონი ჟანა მაღლაკელიძე და პროდუქციის მენეჯერი ქალბატონი თამარ ნანობაშვილი. მათ ისაუბრეს როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო თემაზე, აი სწორედ ამ ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ძალიან სასარგებლო და საინტერესო შეთავაზება გაგვაცნეს.
ვისაუბრეთ პროდუქტებზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ნუტრიენტების, ვიტამინების თუ მინერალების მიღება და არა მხოლოდ ბავშვებისთვის, მოზრდილთა ასაკშიდაც მინდა გითხრათ. გადაცემის დასკვნით ნაწილში, ვინაიდან ბევრი დრო არა გვაქვს შენადარჩენილი, მინდა გთხოვოთ კიდევ ერთხელ შეაჯამოთ და გააცნოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს თუ რა საინტერესო სიახლეს თავაზობთ თქვენი აი პროგრამის ფარგლებში. ნინო, ვინც ახლა შემოგვიერთდა, მათთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენს პედიატრიულ პორტფელზე აქცია 1+1 მიმდინარეობს PSP-ს აფთიაქოქსელში, რა თქმა უნდა, PSP-ს ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1 ივნის დაიწყო და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მოკლედ სააქციო ჩამონათვალი, რომ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ეს არის დეტრივიტის ხაზი, რომელიც გვაქვს დეტრივიტი დროპსი, დეტრი დროპსი, დეტრივიტი ჟელი, დეტრივიტი 1000 და 2000 საერთაშორისო ერთეულით. ეს არის როგორც შვილობის ასაკიდან, ისე სკოლის ასაკის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი. შემდეგი ბრენდი, ეს გახლავთ ომესამის ბრენდი. აქ გვაქვს ომესამი ჟელი, ომესამი ჯუნიორი და კლასიკური ომესამი, რომელიც გამოიყენება 3 წლის ასაკიდან ჟელიბონები, გემრიელი არომატით. ომესამი ჯუნიორი და ომესამი 1000 გამოიყენება უკვე სასკოლო ასაკში. წინა ბლოკში გამომრჩა და ეხლა ვიტყვი, რომ ომესამი D3 გახლავთ ასევე უნიკალური კომბინაცია, რომელიც ომესამისა და D3-ის ერთობლივი კომბინაცია ერთ კაფსულაში, ერთი კაფსულით მეტერიალებ და თავში ომესამი D3. კი. ამიტომ ეხლა შევახსენებ ჩვენს მსმენელს, რომ ამ ფორმებზეც მიმდინარეობს აქცია. ომესამი D3 1000 და ომესამი D3 2000. აქ ფორმები განსხვავდება D ვიტამინის შემცველობით. მაგალითად, ომესამი D3 1000-ში D ვიტამინი და თერაპიული დოზები. დიახ, აბსოლუტურად გეთანხმებით. რა თქმა უნდა, ამათზეც მიმდინარეობს აქცია. შემდეგი გახლავთ მულტივიტამინების ბრენდი. ეს არის ჟელივიტი და ჩვენი საყვარელი ლოლიპოპები, რომელიც ასევე ორი სახით გვაქვს, ლოლიპოპი მულტივიტამინი და ლოლიპოპი იმუნიტი ბუსტი. ისმიკიძე მინდა ვთქვა და გავამახვილო ყურადღება, ეს არის პირის ღრუს პრობიოტიკი. აი განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც არის რძიანა, როდესაც არის სტომატიტები. რძიანა უფრო ჩვილ ბავშვთა ასაკში გვხვდება ეს პრობლემა. სტომატიტი, ეს არის უფრო მოზრდილ, აი ბაღის პერიოდში, სკოლის ასაკის პერიოდში. დიახ, ჩვენ ვიცით რომ ეს პრობლემა ძალიან ხშირია. ამ დროს შეგვიძლია რომ ისმიკიდი გამოიყენოს დედამ და ისმიკიდის სრული კურსის ჩატარების შემდეგ მათი პირის ღრუს, ჩვენი პატარების პირის ღრუ სრულად აღდგენილი იქნება და ჯანსაღი მიკროფლორა იქნება პირის ღრუში შენარჩუნებული. გინგივიტების დროსაც შეიძლება ასევე ფარინგიტის, ლარინგიტის დროს საკმაოდ ეფექტური პროდუქტია, ამიტომ მასზეც მიმდინარეობს 1+1 აქცია. გასტროენტეროლოგიაზეც ვისაუბრეთ, ხომ? ზაფხული მოდის და გასტროენტეროლოგია ძალიან დატვირთულია, მიმართულებით და სენსიტიური სეზონია, თამუნას დავეთანხმები. ამიტომ ლაქტოჯი კიტსი, რომელიც სასარგებლო ბაქტერიაა ჩვენი პატარებისთვის, როგორც კოლოფის, ისე ფლაკონის შეძენის შემთხვევაშიც ასეთი ტიპის აქციაც არის. ერთი კოლოფის შეძენის შემთხვევაში მეორე კოლოფი საჩუქარია, თუმცა ერთი ფლაკონის შეძენის შემთხვევაში მეორე ფლაკონი ასევე არის საჩუქარი. კოლერინი ჰიდრო, რომელიც გახლავთ დიარეის დროს გამოსაყენებელი საშუალება, კოლერინი ჰიდრო როგორც დიარეის კუპირებას ახდენს, ისე ელექტროლიტებით ავსებს ჩვენი პატარების ორგანიზმს. მასზე ვრცელდება ასეთი ტიპის აქცია. 2 პაკეტის შეძენის შემთხვევაში 2 პაკეტი მას მომხმარებას გადაეცემა საჩუქრად. ეს 4 წლიდან გამოიყენება, ხოლო 0 თვიდან გვაქვს კოლერინი, რომელიც არის კაფსულირებული ფორმით და უკვე ჩვილ ასაკში შეგვიძლია გამოვიყენოთ კოლერინი. დიალაკი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია და ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი პატარებისთვის ჩვილ ბავშვთა ასაკში კოლიკა, მეტეორიზმი, ამიტომ დიალაკი სიმეტიკონი შემცველი პროდუქტია, შეგვიძლია გამოვიყენოთ პატარებში, მასზეც რა თქმა უნდა მიმდინარეობს 1+1. და ბოლოს ეს არის Hills Baby Kits-ი, რომელიც ინოვაციური პროდუქტი გახლავთ, ვიცავთ ჩვენი პატარას ორგანიზმს ვირუსებისა და ბაქტერიების გამრავლებისგან მარტივიანით რომ ავხსნათ, ვინაიდან 7 საათიან გარს ქმნის სხვადასხვა ლორწოვანზე და არ აძლევს საშუალებას ფილს ვერ მოიკიდებს. დიახ, Hills Baby Kits-ში შემავალი სიმბიოფილმი და ზღვის იზოტონური წყარი საშუალებას არ აძლევს ბაქტერიასა და ვირუსს რომ გამრავლდეს. ყველა ამ პროდუქტზე მიმდინარეობს 1+1 აქცია PSP-ს აფთიაქოქსელში 5 ივნისის ჩათვლით. გადასარევი, არაჩვეულებრივი. შანა, ძალიან დიდი მადლობა, თამარ, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად და ისევე როგორც ყველა თქვენი ვიზიტის შემდეგ ჩვენ მსმენელს სასიამოვნო ინფორმაცია აქვთ ხოლმე. იცით რა არის მნიშვნელოვანია ესეთი წახალისებები ჩემი აზრით,
ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი დღის აქცია, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვრცელდება და რამდენადაც მე შევესწარი, სულ მუდმივად ხშირად გავთხოვე მსგავსი აქციები ჩვენი მომხმარებლისთვის. გემშვიდობებით, იმედია კიდე მოხვალთ ჩვენთან სწორად საინტერესო. აუცილებლად. ჩვენ სვენელსაც ვემშვიდობებით და ზუსტად ერთ კვირაში საინტერესო თემით და საინტერესო სტუმრით ისევ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ბედნიერ და წარმატებულ ჯამრთელ კვირას გისურვებთ. ნახვამდის. ნახვამდის.